მუშავია? კოორდინატორია. ვისი? პარტია, რომელი პარტიის კოორდინატორია? ნაციონალური. და მე აი ეს საფუძვლებია შეიძლება. არაფერი ეს არის. შეიძლება ორიგინალურია მეთოდი, როგორ უნდა ამოიცნო უბანზე პასუხისმგებელი პირი. მათ ყვითელი ქუდი ახლავს. ფულის გადახდა ხდება დაუფარავად. ადგილზე შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ყვითელი ქუდი რატო გახურია? უბრალოდ არ გეხარდა, მაგაშია საქმე რა. გამარჯო. ძებს რასაგროვოთ რა არა. საფიქსირებულია როგორ არა. აი ეს ფურცლები, გრძელი ფურცლები, სადაც ვერია ისამართი. მოიყანეთ მანქანა. რაუნდ აქა. ქალბატონო არ გამოგართვათ? აი ეს ფურცელი. ფურცელი მაყაისა მაგ პასპორტი მას მაგაფერს. უბრალოდ დარჩოდი იყო ბოლომდე. ყვითელი ქუდით იცანით? არა. ხელისუფლებამ არ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი მესტიის ოლქის მანდატიც ჩაეგდო ხელში და აქაც ძალადობითა და ხელების გადაგრეხვის პრინციპით საკანონმდებლო ცვლილება განეხორციელებინა. ამ ცვლილებით აღმოჩნდა, რომ მესტიის ოლქზე, სადაც მხოლოდ 5000-მდე აქტიური ამომრჩეველია, იმაგრებულ იქნა 1000 კაციანი სამხედრო ნაწილით და ხელისუფლებამ ამ გზით მზამზარეულად ხმების მინიმუმ 20% გაიმართა. მესტიის რაიონსაც აღარწევენ. ამ манипуляციით ხელისუფლების კანდიდატმა საბურთალოს რაიონში სრულიად უპრობლემოდ ხმების 10% მიითვისა. რომ არა ეს, რეალურად ამ ოლქში ისეთი სურათი გვექნებოდა, როგორიც ამ დიაგრამაზეა გამოსახული. ანუ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ექნებოდა ხმების 36.3%, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატს 27.5%. შესაბამისად შეიცვლებოდა პროპორციული სისტემით პარტიების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლებიც. დაახლოებით ასეთი პრინციპით იმოქმედა ხელისუფლებამ ყველა დიდ ქალაქში ქვეყნის მასშტაბით, რამაც პრაქტიკულად ყველა ოლქში მათი კანდიდატისა და მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყო. ასეთი უპრეცედენტო ფაქტი საქართველოში არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნა შემოტანილი სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ, ამ ოქმში მითითებული არაერთი დარღვევა. რადგან წესკომ თავსახედ განაცხადა უარი, რომ შეესწავლა ეს დარღვევები. კონკრეტულად მაგალითად იყო გლდანის 37 საარჩევნო უბანი, სადაც ბიულეტენების რაოდენობა ასეთით აღემატებოდა მოსულ ამორჩეულთა რაოდენობას. იყო უბნები, სადაც იყო გადასწორებული ოქმები, რაზეც ასევე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები, რატომ მოხდა უბნებზე ოქმების გადასწორება. იყო ერთი უბანი ასევე გლდანის ოლქში, სადაც საარჩევნო უბანი გახსნილი იყო სადარბაზოში. იყო მარნეულის არაერთი უბანი, რადგან არაერთხელ იქნა საარჩევნო შემოტანილი როგორც სასამართლოში, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ ამ უბნებზე იყო ძალიან მაღალი დასწრება ამორჩეულის და ასევე იყო ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო ბიულეტენების მეტობის საარჩევნო უბნებზე. მიღებული ბიულეტენები, უпростоრად დათვლილი ბიულეტენები აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას სიებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენები იყო ზედმეტი უბანზე. აი კიდევ ერთი სიყალბე. კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი, მაგრამ შეუხსებელი ოქმი. განსაკუთრებით მოუთმენელი მდგომარეობა შეიქმნა საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. შიშველი ფაქტი არის ის, რომ არც ერთ საარჩევნო კომისიას და არც ერთ სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია ოპოზიციის არც ერთი საჩივარი და სარჩელი. ფიზიკურად არ ხდებოდა საჩივრების განხილვა და პირდაპირ კენჭისყრაზე გამოდიოდა საკითხი, რომ არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციის საჩივარი. ყველაზე უფრო მთავარი მტკიცებულება რაც ამ სფეროში არის, ეს არის სტატისტიკა. სტატისტიკა არის ასეთი, რომ ოპოზიციის საჩივრების 0% არის დაკმაყოფილებული, 100% არის უარყოფილი. ნაციონალური მოძრაობის საჩივრების 100% არის დაკმაყოფილებული, 0% არის უარყოფილი.
ესეთი სტატისტიკა მე ვფიქრობ სოფლის არც ერთ ქვეყანაში არ არის. 21 მაისის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა აგორდა. ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან ოპოზიციური პარტიების წევრებსა და აქტივისტებს. ბოლო დღეების განმავლობაში მათზე თავდასხმის 13 ფაქტი დაფიქსირდა. აი ისინი ჩასახსეები მოხდა მუხლებზე დაზიანებები მოხდა. შემდეგ მაგინე გამბედა, ოპოზიცია თავს რატო არ ანებებს და შენი თანები გაგიფაღებიაო. ამის ხელი გამისვა უცებ და აიზე მომიწია რაღაცა აჯი თოკი იყო რა იყო ძალიან ცივი იყო და მახცოვდა. მეორე პიროვნება ეუბნებოდა ხელად იყავიო არ მოუკლაო. ეხლა არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა, ყოველთვის იყო საქართველოში ყალბდება, მაგრამ ის რაც მოხდა თვითონ არჩევნების დღემდე, თორსა პრაქტიკულად ყველა ოჯახში მივიდნენ პოლიციელები და ან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები და გააფრთხილეს, დააშინეს, დაემუქრენ და იგივე გრძელდებოდა არჩევნების დღეს, ეს მე არ მახსოვს არც ერთ არჩევნებზე. ამ მხრივ იყო ეს არჩევნები გამორჩეული. მე ვერ ვილაპარაკებ პროცენტებზე, მე ვერ ვილაპარაკებ სავარაუდო შედეგებზე, რა მოხდებოდა, რო არ ყოფილიყო ასეთი ძალადობა, მაგრამ თავისთავად, როდესაც არჩევნები ტარდება ძალადობის ქვეშ, არჩევნები ტარდება ტერორის ქვეშ, არჩევნებს ატარებენ პოლიცია და კრიმინალური დაჯგუფებები, ეს არის არანორმალური არჩევნები, ეს არის არანორმალური მდგომარეობა ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ ამას არ მარტო შესაბამისი შეფასება სჭირდება, მთავარია იმისთვის, რომ მომავალში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს და უნდა წავიდეს ციხეში. ეს არის ცალსახად. ამდენადაც გვარებით ცნობილია, სახელებით ცნობილია, უმრავლესობის სურათებია გადაღებული, როგორ დადიოდნენ, როგორ შედიოდნენ უბნებზე, ჯიპებია დაფიქსირებული ნიღბიანებით, რომლებიც იდგნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ და უცხოელებს აქვს გადაღებული. ეს ყველაფერი არის ცნობილი და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება. სახელმწიფოსთვის ყველა ცნობილია, ყველა იმიტომ სახელმწიფო დაკვეთით იყვნენ ისინი ცხადია, მაგრამ საჭირო მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოვლენა, რომ ამ ადამიანებს მოეთხოვოს პასუხი. ეს იყო 21 მაისის არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ჩაბარებული ტესტი დემოკრატიაზე. მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის მთავარია ნებისმიერი მეთოდით, მათ შორის არჩევნების ტოტალურად გაყალბებით ძალაუფლების შენარჩუნება. ამას ქართველმა ხალხმა მასობრივი პროტესტით უპასუხა, ხოლო ოპოზიციამ უარი თქვა უკანონოდ არჩეულ პარლამენტში შესვლა. დეპუტატის დროებითი მანდატები მაგრატის დაჭრეს, თუმცა მანდატზე უარის საქმელად მარტოს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ თითოეულმა მათგანმა ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართოს. ვიღაც არ ვიცი, ერთ-ერთ სხვა ადამიანზე. ასე ვერ ვაგებ, ვისი მანდატიდან გადაწყვეტილა. ამ პროცესებს ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აღიარება საქართველოს პარლამენტს. მე პირველივე დღეს ვერ ვიკადრე, მომეტყუებინეთ თქვენ, მეღიარებინა ის პარლამენტი, რომელიც სიცრუით, ტყუილით, ძალადობით, დაშინებით, ტერორით შეიკრიბა. ვერ ჩავიდი ამ პარლამენტარის მანდატი ჯიბეში და დავაბრუნე ის. დავაბრუნე იმიტომ, რომ მე ვერასოდეს ვერ შევიდოდი ამ სიცრუით შექმნილ პარლამენტში და შესაბამისად ვერ მოგატყუებდი თქვენ და ვერ გეტყოდით, რომ ეს პარლამენტი შედგა. ოპოზიცია ხალხთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს საქართველოში დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებამდე.